რა სიტყვით საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომ კომისიის მეოთხე სხდომა მიეძღვნას შპს მაგნატს, მართლაც თავში ვახსენე შპს მაგნატის თემა წინა ხელისუფლების საკითხების გამორკვევისას, ჩავთვალოთ რომ ეს კომისია, ასე ვთქვათ, მოდით ჩავთვალოთ, რომ მართლა რაღაცას იკვლევენ და ეს არ არის რაღაც პოლიტიკური ანგარიშწორების ან შურისძიების იარაღი თუ ასე შემდეგ რაღაცნაირად დღის წესრიგის ასე დატრიალების, აი შპს მაგნატის თემა მეოთხე კომისიის სხდომის დღის წესრიგში როგორ მოხვდა და რა სიტყვიან თქვენი ლიდერები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ? მოგესალმებით დიანა, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლებას სინდისის პატიმრებს. სწორი აქცენტი არის, რომ მეოთხე სხდომა არის ამ კომისიის, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს იდეაში, ბრჭყალებში სისხლიანი 9 წლის ყველა გადაცდომა და უბედურება, სისტემური დანაშაული, რომელიც ავტოკრატიულ რეჟიმს აყალიბებდა ამ 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის მმართველობის და მეოთხე კომისიის სხდომაზე ასეთი მასშტაბის ყოფილა თურმე რაღაც შპს მაგნატი. მე არ ვაკნინებ ამით არც მაგნატის кейსს არ ვიცი დეტალები, მაგრამ კი ბატონო, მაგრამ აი რაღაცნაირად ანუ რაში რა კომიკურიც იყო ერთ წლებშიც კრიტიკული ჟურნალისტი ვიყავი და რაღაცნაირად აი მეოთხე სხდომა მაგნატი უკეთესაც უნდა გავხსოვდეთ რაც ხდებოდა და მეოთხე კომისიაზე რომ შპს მაგნატი რომელიც არ ვიცი აქ მართლა პირველად მესმის ახლა მართლა პირველად გავიგე აი ამ შპს მაგნატის საქმე გახთა მე მგონი ძალიან ცხადად წარმოაჩენს იმას რომ ერთის მხრივ ფარსია და კომიკურია ეს ყველაფერი რო არა ძალიან მძიმე პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი რომელსაც წარმოადგენს სინამდვილეში ეს კომისია მეოთხე სხდომაზე ამ საკითხის დაყენება მე მგონი თვალნათლივ აჩვენა ერთი უმნიშვნელოვანესი რამე რომ მიზანი კი არ არის მართლა წარსულის გამოძიება მიზანი ეს კი არ არის რომ ამ საზოგადოებამ საკუთარ მაგალითებზე საკუთარ შეცდომებზე საკუთარი ხელისუფლებების გადაცდომებზე ისწავლოს რაღაც ახალი ცვლილებები რასაც ქადაგებდნენ მთელი ამ მანძილის ამ დროის განმავლობაში არამედ მიზანი არის პოლიტიკური დევნა მოქმედი პოლიტიკური ოპონენტების რა შპს მაგნატზე მელაპარაკებიან ვანო მერაბიშვილი დაკითხა ამ კომისიამ ადეიშვილი დაკითხა ამ კომისიამ რომელიც რავა ავტორი იყო ამ ყველაფრის კარგი ადეიშვილს ვერ მიწვდნენ გივი მიქანაძე ადეიშვილის მოადგილე იყო და იქ უზით და მოიყვანო გივი მიქანაძე და გამოკითხონ ერთი ადეიშვილის გადაცდომები რა იყო ეს ხალხი დაკითხა ბიძინა ივანიშვილი რომელიც 7 ნოემბრის შემდეგაც ყველაზე მძიმე პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის იყო დამფინანსებელი ნაციონალური მოძრაობის ბიძინა ივანიშვილს გამოკითხეს რამე ჰკითხეს ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არ აინტერესებს რატო აფინანსებდა რეჟიმს რომელმაც სისხლში დაახრჩო ეს ქვეყანა რამოდენიმეჯერ არავის არ აინტერესებს 2008 წლის ომი კეზერაშვილის გამოკითხვა მათ შორის ამ საკითხებზე ესენი არ არის საინტერესო და მეოთხე სხდომა უნდა მიუძღვნათ თურმე რაღაც შპს მაგნატს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი არალეგიტიმური პარლამენტის ეს არის და მეტი არაფერი. რისთვის არის იქნება ზოგადად კომისიები რომ გავუმარტოთ ჩვენს მაყურებელს. ხო სინამდვილეში საპარლამენტო კომისიები ძირითადად ყველა ქმედი დემოკრატიაში არის ოპოზიციის ინსტრუმენტი იმისათვის რომ ოპოზიციამ მოახერხოს გარკვეული ფორმებით კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების მას აქვს უბრალოდ ამ კომისიის მთავარი მიზანი არის რომ ამ კომისიებმა ზოგადად ოპოზიციის მხრიდან იკვლიონ ხოლმე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტიკურად, რომელსაც ხელისუფლება არ გასაჯაროებდა, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც ოპოზიციას ჰქონდა ამის შანსი წინამოწვევის პარლამენტში, რა გააკეთეს? ოფსტრუქცია მოაწყეს და რეგისტრაციაზე არ დგებოდნენ ოცნების დეპუტატები, რომ ასეთი კომისია არ შემდგარიყო და ეხლა, როდესაც არალეგიტიმურ პარლამენტში მარტო დარჩნენ და ოპოზიციაც მოგონილი ყავთ და ისეთივე ბოროტად კომიკური, როგორც ყველაფერი დანარჩენი, დაიწყეს პოლიტიკური დევნა, უბრალოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგების წინააღმდეგ. ყველა ხდება მე მგონი ვისაც ახსოვს რაღაცა ამ პერიოდზე რომ ხაზარაძე ჯაფარიძე და შპს მაგნატი ნამდვილად არ არის რაიმე ფორმით სადმე ჩასასმელი როდესაც ვლაპარაკობთ სისხლიან 9 წელზე კი ბატონო ხაზარაძე ჯაფარიძის მეოთხე სხდომაზე დაბარება პრინციპში აჩვენებს მიზანს რისთვის არის რა საშუალებისთვის ასე შემდეგ მაგრამ ამავე დროს ეს არის კომისია ისინი არიან ხელისუფლებაში კომისიას აქვს თავისი წესები კანონები მათ შორის კომისიაზე დაბარების
დროს უარის თქმა ამ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობაზე, ასევე ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, სამართლებრივი თემაა, მოკლედ იქ არის. კი ბატონო, გვესმის ეს. მე ვიცი რომ განცხადება თუ არ ვწდები ხვალ უნდა გაკეთდეს ამ თემაზე, მაგრამ როგორია თქვენი როგორც პარტიის წარმომადგენლის პოზიცია, ლიდერები უნდა მივიდნენ კომისიაზე, არ უნდა მივიდნენ და შესაბამისად რაღაც ხელისუფლებას მისცენ ხელთ მათზე სამართლებრივი ზემოქმედების ბერკეტი, თუ აი როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ამ მე არ ვთვლი მიზანშეწონილად რომ განცხადებაზე ადრე ვილაპარაკო იმაზე რაც ესეთ განცხადების საგანი უნდა იყოს და მის შინაარსი იყოს, მაგრამ ცალსახად მე მგონი ნათლად ჩანს ყველაფერი. ეს კომისია შეიქმნა პარლამენტში, რომელიც არ არის ლეგიტიმური, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად შეიკრება. ამ კომისიის მიზანი თვალნათელი გახდა დღეს, ისე როგორც შეიძლება. პირველივე დღიდან ვამბობდით, მაგრამ დღეს ალბათ იმ ოცნების მომხრეებმაც დაინახეს რა არის მიზანი, რომელსაც შეიძლება გულწრფელად ჯეროდათ იმის, რომ ეს კომისია გამოიძიებდა რამეს იმ 9 წლის შესახებ და რეალურად გამოიძიებდა და რაღაცა ფაქტებს დადებდა და ამაზე ვიტყოდით, რომ ეს ჩვენი ისტორიული ტკივილია და ამას აღარ მეუბრუნდებით. მე მგონი აი ამ ოცნების ლოიალისტებმაც დაინახეს ძალიან თვალნათლივ თურმე მეოთხე სხდომაზე, როდესაც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს იბარებენ, რა არის ამ ყოლაფრის შინაარსი. ამიტომ ხო, ჩემი დამოკიდებულება ამ კომისიისადმი ამ პარლამენტისადმი ნათელია, ბევრჯერ გამიჟღერებია, მაგრამ ხო, იმაზე თუ როგორ იქნება მამუკას და ბადრის გადაწყვეტილება, ამაზე ისინი თავის განცხადებაში იტყვიან და ამ მოვლენებს უბრალოდ წინ არ გავასწრებ, არ იქნება ჩემი. კი ბატონო, ეს დიდ სურათში დავინახოთ ეს დაბარება, ეს რა ტიპის ტრენდია ახლა, არის თუ არა აი ყველას დაკავების ან ყველაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თუ არა დაკიდების, იმიტომ რომ ეს პირები ვიდრე პოლიტიკაში შემოვიდოდნენ, არსებობდა საქმე, ეს არის TBC-ის საქმე, რომელიც სამართლებრივად წლები ტრიალებდა, მაგრამ ბოლოს გამამტყუნებელი, თუმცა არასაპატიმრო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აი ახლა როგორ ფიქრობთ, ოცნება სხვაგვარი არის თუ არა ამ კონკრეტულ ეტაპზე და მისი მიზანი არის თუ არა მათ შორის თუნდაც სამართლებრივად ოპონენტებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სხვადასხვა მიზეზით, ახლა აქ შემთხვევაში შეიძლება კომისიაზე მიუსვლელობის, ანუ ერთიანი ხელწერა დღეს როგორია ქართული ოცნების. ხო, მე მგონი ეს რაღაცა პარალელოიდალური ესკალაცია სიტუაციის ქვეყანაში არის ის, რაც ბეძინა ივანიშვილმა გადაწყვეტა, რომ მისი მოდუს ოპერანდი იქნება, ანუ ამ გზით ივლის ჩვენ ვხედავთ ესკალაციას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ხო, ჩვენ ვხედავთ, როდესაც საპროტესტო აქციებს, რომლის ницხოვნობა დღეს შეიძლება ისეთი მასშტაბური ვერ იყოს, ადამიანებს აპატიმრებენ იმისთვის, რომ ისინი ტაშს უკრავენ, ხო, მათ რაღაცა სკამის შეტანა უნდათ ტერიტორიაზე იმისთვის, რომ რაღაც მოისვენონ იქ, იმიტომ რომ წვიმდა და ციოდა, ტაშს უკრავენ, როცა ამას არ აკეთებინებენ და ამის გამო ადამიანებს იჭერენ და განარიდებენ, ანუ მათზე ახდევენ ერთგვარ ზეწოლას. ჩვენ ვხედავთ იმ საქმეების ესკალაციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს სინდისის პატიმრების მიმართ. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ინსტრუმენტების მაქსიმალურად გამოყენების მცდელობას ახლა იმისათვის, რომ რეპრესია მოაწყონ. საპარლამენტო კომისია არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ უნდათ რომ პოლიტიკური ინსტრუმენტის საშუალებით დამოკლის מחვილივით რაღაცა საფრთხე სისხლის სამართლის დევნის დაკიდონ პოლიტიკური ლიდერების თავზე და აქ არის ნათელი ხაზი, ხო, აქ არის ლაპარაკი მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებზე, აქ არავინ არ ლაპარაკობს, ხო? კიდევ ერთხელ ვახსენებ, არავის არ დაუბარებია მერაბიშვილი, არავის არ დაუბარებია ადეიშვილი, თუ რაიმე ფინანსურ კავშირებზე ვლაპარაკობთ, ივანიშვილი მთავარი ფინანსური წყარო იყო და კავშირი, რომელიც შეიძლება მიშა სააკაშვილის ხელისუფლებასთან რაიმე კავშირში ყოფილიყო. აქ ეს არ არის მიზანი, აქ არის მიზანი საერთო დაშინება, დევნა და სიტუაციის ესკალაცია ისეთი ფორმით, რომ რაღაცა პოლიტიკური წინააღმდეგობა ჩაახშოს ამ ქვეყანაში. მაშინ როდესაც დაინახა, ჩემი აზრია ეს, მაშინ როდესაც დაინახა, რომ დასავლეთში რაღაცა ბურუსი იფანტება, ის რაღაცა გაურკვევლობა, რომელიც ადმინისტრაციის ცვლილებამ გამოიწვია შეერთებულ შტატებში, ეს ბურუსი იფანტება და ამ ბურუსის მიღმა ივანიშვილისთვის სასურველი სურათი იფანტება თუ უფრო დიდი ბურუსი. არა, იცით რა, მე მგონია რომ ჩვენ შემთხვევაში მე მგონი ყველაფერი იფანტება და მეგობარი აქტის
მაგალითად იგივე ის რაც დონალდ ტრამპმა ჯიმ რიშთან მიმართებაში გააკეთა. ის რა დამოკიდებულებასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის თქვენი აზრით საქართველოს კონტექსტი არის არა, აქ ეს შექება საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე არ მომხდარა, ეს შიდა პოლიტიკური კონტექსტიდან არის, მაგრამ დღევანდელ შეერთებული შტატების ლანდშაფტს თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურს და იმას თუ როგორი არის დღეს ძალთა თანაფარდობა და დამოკიდებულება კონგრესსა და სენატში აღმასრულებელ ხელისუფლების მიმართ, როდესაც დონალდ ტრამპი ასეთ სიტყვებს გამოიყენებს რომელიმე მისი რესპუბლიკელი თანაგუნდელის მიმართ, არ მგონია რომ იმ ადამიანის დაინიცირებული ინიციატივა იქნას უგულებელყოფილი რესპუბლიკური ლიდერშიპის და რესპუბლიკელი კონგრესმენების და სენატორების მიერ, ამიტომ ვიშის მიერ ამ სენატში და კონგრესში გასვლის მიუხედავად მას სჭირდება ტრამპის ხელმოწერა ამიტომ ვამბობ რომ მე მგონია რომ ყველაფერი პოზიტიურად არის ის რასაც ვხედავთ ერთის მხრივ არის ის პროცესები რომელიც მიმდინარეობს მე ამ პროცესებს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ უფრო ოპოზიციური და საპროტესტო საქართველოში ნაწილის მოკავშირედ შეიძლება იქნეს აღქმული დავასრულებ ბიძინა ივანიშვილის. ტრამპი არავის მოკავშირე არ იქნება პოლიტიკურ ლანდშაფტში ქვეყნის შიგნით. ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ატარებს და ამ ინტერესებს თუ შედავაკვირდებით დავასრულებ. რუსი გაიფანტება, სინათლე ვის მხარეს წავა უფრო ნისლი ვის მხარეს დარჩება. გეტყვით ამას. ანუ ტრამპი არის შეერთებული შტატების ინტერესების გამტარი ძალიან ისე ნათელხაზად მე მგონი მთელ ამ პროცესში და ამ პროცესში თვალნათლივ გამოჩნდა ერთის მხრივ რომ ის შეუპოვარი იქნება იმ ქვეყნებთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან რომელიც კავშირში არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ის რომ ივანიშვილის რეჟიმის კავშირები ირანის რეჟიმთან ჰეზბოლასთან ჰამასთან არავითარ შემთხვევაში მათ არ წააგდება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ წააგდება და რაც მთავარია სავაჭრო ომებში ხედავს გეოპოლიტიკურ კონტექსტს ბატონი ტრამპი აქედან გამომდინარე ანაკლიის კონტექსტი იყო ნახსენები ამ შემთხვევაში იყო აგებული რომ პრორუსია ქართული ოცნება რომ ეს არის პრორუსული ხელისუფლება ეს ეხლა თქვენ ჩაანაცვლეთ როგორც ჯო ვილსონმა პროჩინური და პროირანული არა დიახ მე უბრალოდ დამატებითი არგუმენტები მოვიყვანე და ამის მიღმაც ხო ის რომ ტრამპი ცდილობს პრორუსიც არის პროჩინელიც პროირანელიც საქართველოს ხელისუფლება ცალსაღად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ავტოკრატიული რეჟიმების მოკავშირე და ავტოკრატიული ტრიადის მოკავშირე რა თქმა უნდა პროჩინელი პრორუსი პროირანელი შეხედეთ სოფლიოში დღეს აი ამ ავტოკრატიული ქვეყნების ერთგვარი ერთობაც იკვეთება თანხwebdriver რაღაცა საკითხებში და ივანიშვილმა მოახერხა რომ აბსოლუტურად ტრამპის და პუტინის თანხwebdriverაც იკვეთება არა ტრამპის და პუტინის თანხwebdriver არ იკვეთება ტრამპს აქვს უბრალოდ გამოხატული სურვილი და დაკლეთა თავის საზოგადოებიდანაც რომ ის კონფლიქტი რომელიც უკრაინაში მიდის და რომელშიც შეერთებული შტატები ძალიან ბევრ მილიარდ დოლარს ხარჯავს შიდა დაკვეთა აქვს რომ ეს კონფლიქტი გარკვეული ფორმით მოაგვაროს ამიტომ ამ შიდა დაკვეთას უპასუხებს მაქსიმალურად თავარი ხაზი მხოლოდ მისი ინტერესები არის პუტინთან დათბობის თავარი ხაზი არის მხოლოდ შეერთებული შტატების მხოლოდ უკრაინის თემაა უკრაინის თემა არის უმთავრესი ამ ნაწილში და შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელების ბევრი მილიარდი დოლარი რომელიც იხარჯება ამ კონფლიქტში ამიტომ ამ კონფლიქტის მოგვარების სურვილი მას აქვს და ამისთვის იხწვის ხო ეს არ ნიშნავს რომ რესპუბლიკელი კონსერვატორები ნეოკონსერვატორები თან რომელიც წარმოადგენენ ტრამპის ქორს მაგას ძირითად მდგენელს პოლიტიკურს განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის ნაწილში რომ ეს ადამიანები არიან მართლა რაღაცა დამლაგებლები პუტინის რუსეთთან არა პუტინის რუსეთთან დღეს ცეცხლის შეწყვეტა არის მნიშვნელოვანი, ოღონდ პუტინის რუსეთი, ისევე როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ისევე როგორც ჰეზბოლა, ჰამასი, ირანი და ზოგადად აი ეს ექსტრემიზმი ყველა ითვლება შეერთებული შტატების ინტერესის მტრებად და ამ ხალხთან ჩვენი ხელისუფლების თანამშრომლობა მათ არ წაადგებათ. ამას კიდევ ნათლად დავინახავთ ამ კვირის ბოლოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მეგობარ აქ ექნება საკმაოდ მკვეთრი მხარდაჭერა, ამიტომ ეს ბურუსი ერთის მხრივ ვიფანტება ჩემთვის. დარწმუნებული ხართ, რომ მეგობარ აქ ხელს მოაწერს ტრამპი, აქტის მიღება მისი სიცოცხლის უნარიანობის გარეშე კი, მე ამას დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქტს ხელს ტრამპი მეგობარ აქტს ხელს მოაწერს. მათ შორის რა მე მგონია, რომ ეს პროცესი ჩვენთვის კარგად დამთავრდება. ტრამპი ხელს მოაწერს მეგობარ აქტს. თქვენ გაქვთ ნახოთ ეს როგორ მოხდება, მე მაქვს ამის იმედი. კი ბატონო, მიიღებულია თქვენი პასუხი. მალე შეიძლება ეს ძალიან მალე ვნახავთ ამას, კი. ამიტომ ერთის მხრივ, როდესაც ეს ამბავი ხდება და ამას ივანიშვილი თვალნათლივ თქვენ დაინახავთ მატრიკოტრიკაშიც, რომ დიდი იმედი იმისა, რომ რაიმე ფორმით დაალაგდებიან ახალ ადმინისტრაციას შეერთებულ შტატებს არ აქვს. ივანიშვილი ამას ხედავს, ივანიშვილი აგრეთვე ქვეყნის შიგნით ხედავს, რომ ის ფაზა მოდის პროტესტის ესკალაცია, მე არ მინდა რაღაცა იმას მიუაბა, რა ქვია, მეტეო მდგომარეობას ქვეყანაში
წელიწადში და ამას წელიწადის დროებს, მაგრამ მგონია რომ ახლა არის მომენტი გარკვეული ესკალაციის, ჯერ არ ფართოვდება პროტესტი, მაგრამ პროტესტის ესკალაცია ხდება იმ ფორმითაც კი, რა ფორმითაც დღეს არის პროტესტი, როდესაც ტაშის კრის გულის რა ნიშნებია თქვენთვის, რითაც შეგიძლიათ რეპრესიული მანქანის გააქტიურება. რეპრესიული მანქანის გააქტიურება პროტესტს აფართოებს. არა, კი, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ რეპრესია ამ პროტესტს მცირედი მასშტაბით ეხება ისე, როგორც ეხება, მეტი ადამიანი ბრაზდება და მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში. კი, ამას დინამიკაში ამას და რა თქმა უნდა, ყველა ჯერზე, როდესაც იყო მეტი პატიმრობა, რაც მეტი ჯარიმა, ყველა ჯერზე, როდესაც იყო ძალადობა პროტესტზე, ამ შემდეგ დღეს ან იმავე საღამოს მეტი ადამიანი გამოვიდოდა. ეხლა ბევრი რამე შეუწყობს იმას ხელს და მე ამასაც პოზიტიურად უყურებ, რომ აქ ესკალაცია მოხდება. ამიტომ, როდესაც ივანიშვილი ხედავს ამ ყველაფერს, ის რეპრესიულ მანქანას რთავს და იწყებს თავის პოლიტიკურ მოქმედ ოპონენტებზე აქტიურ დევნას. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, ხო? ეს არის ერთი ავტოკრატის თავში, კაცის თავში მოხარშული ამბავი. საქართველოს მოქალაქეებმა ეხლა მთავარია ნათლად დაინახონ, რომ ეს ქვეყანა არც დასავლეთისკენ, არც ტრამპის ამერიკისკენ, არც დღევანდელი ევროპის რომელიმე ქვეყნისკენ ახლოს არ მიდის. ეს ყველა გზა მისთვის გადახერგილია. საქართველოს მოქალაქეებმა აგრეთვე უნდა დაინახონ, რომ იმის მაგივრად, რომ მათი ეკონომიკური პრობლემებით დაკავდეს, რომელიც ბევრია ამ ქვეყანაში, ელაპარაკება რაღაცა მოგონილ кейსებზე, ელაპარაკება მისი ხელისუფალი, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას, იმაზე, რომ ისევ deep state არსებობს, ისევ მასონთა ლოჟები, ეხლა რაღაცა ახალი სიგიჟე გააჟღერეს, ხო, კიდე საზმაუს ბორდზე, რომ მასონთა ლოჟები, რაღაცა ეს ისენი, რა ქვია, დამატებით ეს deep state-ი, დამატებით გლობალური ომის პარტია. როდესაც ადამიანებს უჭირთ, როდესაც ადამიანები თავის ჯიბეზე გრძნობენ ამ ქვეყანაში ინფლაციას და ფასების ზრდას, ამ დროს ამაზე ელაპარაკება, ამიტომ ქართველი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი უკვე, რომელიც მიწვდა აბსოლუტურად ყველაფერს, ყველა ოჯახს და მისი აბსურდულობა, ანუ აი ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოწვეული აბსურდულობა, რომელშიც ეს საზოგადოება, ეს ქვეყანა ცხოვრობს დღეს, ეს ვერ იქნება ნორმა და რეალურად თუ ვაგრძელებთ ივანიშვილთან აი ესე თანაცხოვრებას და ივანიშვილი აგრძელებს ამ სიგიჟეს, ეს არცად არ მიდის. ეს მიდის უბრალოდ მაქსიმალურ ესკალაციაზე და რაღაცა ფანტასმაგორიულ ტყუილებზე, რომ რაღაცა ქვეძალები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ, ხელს უშლიან მას. ანუ ის იგონებს მტრებს, რომელსაც უბრალოდ გაურკვეველი ხო, ან დაამარცხებ, ან ვერ დაამარცხებ. ამიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი ამას გაიაზრებს, მით უფრო მეტი ადამიანი გააქტიურდება ჩემი აზრით ამ პროტესტისთვის. ამიტომ ამას ვხედავ, მე ამ პროტესტებს ძალიან პოზიტიურად უყურებ. მათ შორის პოლიტიკურ ძალებს შორის მიუხედავად იმ შესავალისა, რომელიც თქვენ გააკეთეთ და კი არის ეს განსხვავებები და ამ განსხვავებებზე ცდილობს აქცენტირებას აგრეთვე ივანიშვილი და აქ თავისი სიძლიერის გამოვლენას და პოლიტიკურ პარტიებზე. ივანიშვილი ამბობს, რომ არც მიიღოთ, ჩემო კარგებო, თქვენ ექსტრემისტებო, არც მიიღოთ. აი ამას ამბობს ივანიშვილი. ამიტომ აქაც ეს დისონანსი დემოკრატია საერთოდ ნუ მიიღებ. ამას ამბობს. მე მგონია რომ აქაც ეს არის ივანიშვილის თამაში, მას ეს დისონანსი შემოაქვს. კი არ ითფობს განსხვავებას. საერთოდ ნუ მიიღებ. არა, როგორ არ ითფობს ხელს დიანა, შეხედეთ, როდესაც ჩვენ შემოგვაქვს დისონანსი პოლიტიკურ პროცესში, როდესაც შემოგვაქვს ისეთ თემები, რომლებიც არ არის დღეს აქტუალური და მნიშვნელოვანი, ეს არის ივანიშვილის თამაში და ივანიშვილის საქმე. ამიტომ აქაც ცდილობს რაღაცას. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პროცესსაც პოზიტიურად უყურებ. ის ივანიშვილის დღის წესრიგში ერთვება, ამით რომ ილაპარაკოს დღეს მხოლოდ ივანიშვილისთვის აქტუალურ თემაზე? მოგახსენებთ აუცილებლად, მე მგონია რომ აი აქაც პოზიტიური ძვრები გვაქვს, ხო? ის რომ როგორც იქნა სალომე ზურაბიშვილთან, არა მთლად ინფორმით როგორც ძლიერ საქართველოში ლელოში ამას ვამბობდით, მაგრამ როგორც იქნა მოხდა გარკვეული კოორდინაციის ფორმატის შექმნა და ეს კოორდინაციის ფორმატი შეიძლება წაადგეს ძალიან ამ პროცესს და პოლიტიკური პროცესი იქ შეიქმნას და იქ იყოს, როდესაც აი ამ სამივე მიმართულებით პროცესი კარგად მიდის, ამ დროს ივანიშვილი გააქტიურებულია და მათ შორის ცდილობს აი ამ თემის დისონანსისთვის შემოტანას. მე ახლა იმას კი არ ვამბობ, რომ ივანიშვილი აწერილებს ეს შეკითხვა ზურა ჯაფარიძის ცელ სტატუსზე საპასუხოდ, ანუ ეს იყო მოცემულობა, რის გამოც მას მოუხდა ამ თემაზე კომენტარი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს თემა, თქვა, შეიძლება არ აინტერესებს ოცნებას, მაგრამ დღეს მაგალითად რომ ზურა ჯაფარიძემ ვრცელი სტატუსი მიუძღვნა ამ თემასთან, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიამ ასევე ვრცელი სტატუსი მიუძღვნა და თქვა, რომ ვინც არჩევნებზე გავა მას არ ესმის. მე არ არის სწორი მიდგომა პოლიტიკურ პროცესში. ანუ ისინი ივანიშვილის დღის წესრიგში. არა, მე ამას არ ვამბობ, მე ხო ეს არ მithქვას, მე ვამბობ, რომ დისონანსის შემოტანა პროცესში ეს არის ის რაც აწყობს დღეს რეჟიმს და ივანიშვილს. ამიტომ ეს დისონანსი არ უნდა შემოვიტანოთ. აი, ამ სამი კომპონენტის გათვალისწინებით, დასავლეთში ჩემი აზრით ბურუსი იფანტება, პროტესტმა ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს ეხა და პოლიტიკური კოორდინაცია ერთი საფეხურით წინ წავიდა. აი ამ ვითარებაში, როდესაც ზვრები უფრო პოზიტიურად
დემოკრატიული მიმართულებით მოდის, მაგიდაზე არ უნდა დავდოთ ისეთი საკითხები, რომელიც რეჟიმს წაადგება და დისონანსი შემოაქვს პროცესში, იმიტომ რომ ეხლა უნდა ვილაპარაკოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც გვაერთიანებს და რომელზეც შეიძლება შევჯერდეთ და რომელიც ზოგადად ამ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს წაადგება. ეს არის ლაპარაკი პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების განთავისუფლებაზე, ეს არის ლაპარაკი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაზე, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი, ეს ჯოჯოხეთი, რომელიც უკვე გადაიზარდა ეკონომიკურში, სოციალურში, ყველა ტიპის კრიზისში, იმიტომ რომ ოლიგარქატი ამას იწვევს, ეს იყოს მთავარი თემა და არა თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი, რომელიც არ არის დღევანდელი საკითხი. რამოდენიმე თვეში ქავატონ დიანა იქნება ეს საკითხი მნიშვნელოვანი? დიახ, რამოდენიმე თვეში ეს საკითხი იქნება მნიშვნელოვანი და რამოდენიმე თვეში ამ საკითხზე უნდა ვილაპარაკოთ. არა, რაღაც აქედან 7 თვე არის და ამ 7 თვეში რამოდენიმე თვეში ამაზე სალაპარაკო გვექნება, ცალსახად გვექნება. როგორი სცენარით არ უნდა წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური სცენარით წავა ქართული დემოკრატიისთვის ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაშიც კი სალაპარაკო იქნება ამ თემაზე პოლიტიკურ პარტიებში და საზოგადოებაში და მაშინ ვილაპარაკოთ ამ თემებზე. ეხლა არ არის ეს, ეხლა შემოაქვს დისონანსი, როდესაც ყველა მიმართულება დგას სწორ რელსებზე და ხელს უშლის ამას და მეც არაფერს არ მადლობა. თაზო დათუნაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.